მოგესალმებით ყველას, დავიწყოთ ჩვენი საუბარი. დღეს განვიხილავთ მათეს სახარების მე-15 თავს. ჩვენ წინა საუბარში ნახეთ მე-14 თავში პურობის სასწაული, ხო? გახსოვთ ეს რომ 5000 კაცი დააპურა უფალმა და ნარჩენები დარჩა 12 გოდო კალათა, აავსეს 12 ტომისთვის ისრაელის. ნახეთ, პურობის სასწაული. ენა ყურადღება მივაქციოთ ერთ რამეს. მე ადრეც მithქვამს ეს, კიდე გავიმეორებ, რომ თუ გინდა გავიგოთ რომელიმე თავის შინაარსი კარგად, სრულყოფილად აუცილებლად წინა თავი და იმის შემდეგი თავი უნდა აუცილებლად წავიკითხოთ. ნახეთ, პურობის სასწაული იყო წინა თავში, ხო? აი, ნახეთ, მე-15 თავში ჩვენ ხედავთ პურის ჭამაზე კამაც ხედავთ, რომ მოვიდნენ მასთან წიგნობრები და ფარისევლები და უნებიან რომ რატომ ჭამთ პურს ხელდაუბანელი, ხო? შემდეგ იმავე თავში ხედავთ, რომ პურის ჭამის დროს რა შებილწავს ადამიანს, ხელდაუბანელი ჭამა თუ რომელიმე საკვები, ისევ პურის ჭამა. შემდეგ ხედავთ ჩვენ ქანანელი ქალი გაჭირვებას, რომ ის თხოვს უფალს და მეხმარი შემეწია და ისევ პურის ჭამაზე ლაპარაკობს უფალი, რომ არ არის კარგი, რომ ჩემ შვილებს წავართვა პური და სხვებს მივიცე, ისევ პური. შემდეგ ამის ქანანელი ქალის სასწაულის შემდეგ ხედავთ, რომ უფალი ისევ პურობის სასწაულს ახდენს, ოღონდ 7000 კაცია უკვე იქ დამსწრე და 7 პური ურნავს მას, 4000 კაცია უკაცრავად, 4000 კაცია დამსწრე და შემდეგ მე-15 თავი მთავრდება აი ამ პურობის სასწაულით და ოღონდ სხვა სასწაულით. ის 5000 კაცი სხვა იყო, 4000 კაცის სასწაული სხვა იყო და მე-16 თავში ჩვენ ისევ ხედავთ, რომ იესომ ეუბნება, ანუ შემდეგ თავში, რასაც შემდეგ კვირას განვიხილავთ, იესო ეუბნება მათ, რომ ერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარსო. და მოწაფეები ფიქრობენ, რომ ალბათ იმიტომ გვეუბნება, რომ პურის წამოღება და გვავიწყდაო და ქრისტე უჯავრდება მათ, რომ კაცო, პურზე ლაპარაკობთ ისე? ვერ ხვდებით, რომ მე მატერიალურ პურზე არ ვლაპარაკობ. მე ვლაპარაკობ მოძღვრებაზე, ზეციდან ჩამოსულ პურზე. ხედავთ? აი, ნახეთ, მე-15 და მე-16 თავებში ეს მთელი ეს ზეციდან ჩამოსული პურის სწავლება მოცემული. და ჩვენ ეს ყველაფერი ერთად უნდა დავინახოთ აი ამ მთელ ამ დინამიკაში, სამ თავში გაშლილი და იხდეთ, რომ ქრისტესთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რომ მათ შეაგნებინოს, გააგებინოს, რომ ღმერთთან პურობა, ანუ პურის ჭამა ღმერთთან თუ უნდათ, ზეციდან ჩამოსულ პური უნდა მიიღონ. ანუ იესო ქრისტე არის ზეციდან ჩამოსული პური. ჩვენ ისაია წინასწარმეტყველის 25 თავში, აი მე ეს თავი თქვენ წაგიკითხოთ და მე მინდა თვითონ თქვენ გთხოვოთ, რომ რას ეხება თქვენი აზრით ეს თავი. აი შეხედეთ 25 თავი ისაია წინასწარმეტყველის. და ამბობს, უფალო, შენ ღმერთი ხარ ჩემი, შენ გადიდებ და შენ სახელს მადლობ, რადგან შენ მოიმოქმედე საკვირველებანი, ძველი განგებანი და მტკიცე და სარწმუნო. ამიტომ მოწიწებით გახსენებენ ძლიერი ხალხები, მწარვალთა ქალაქებს შიში ექნება ჩენი. შენ ახარ საფყართა სიმტკიცე, გლახაკთა სიმტკიცე მათ გაშაჭირში, თავშესაფარი ქარიშხალში, ჭრდილი პაპანაკებაში, რადგან მწარვალთა სუნთქვა კედელს მიხრილი ქარიშხალია. როგორც ხვატი უდაბნოში, უცხოთა ხმაურ შენ აცხრობ, როგორც ხვატი ღრუბელის შტილში, ასე იძგუნება მწარვალთა სიმღერა. ანუ იძგუნება უკვე ყველა მტერი უფლისა. შემდეგ გაუმართავს საბავოთ უფალი ყველა ხალხს ამ მთაზე ნადიმს მსუყე კერძებით და ძველი ღვინით, ძვლისტვინიანი მსუყე კერძებით, ძველი დაწმენდილი ღვინით. გააუქმებს ამ მთაზე საფარველს, ერებს რომ აფარია და საბურველს ხალხებს რომ ბურავთ. ანუ ის საფარველი რომელიც ხალხს აფარია და ვერ ცნობენ ღმერთს, გააუქმებულია იმ დღეს, როცა უფალი პურის ჭამას დიდ ნადიმს გაუმართავს სიონის მთაზე, ანუ იერუსალიმში ხალხებს. შთანთქავს სიკვდილს სამუდამოდ და მოსწმენ ცრემლს უფალი ღმერთი ყოველ პირისახეს, წარხოცავს თავისი ერის სირცხვილს მთელი ქვეყნიდან, რადგან უფალმა ბრძანა.
როგორ გონიათ აი ეს რომელ დროს ეხება? როდის? მეორედ მოსვლას, როდა უცა უფალი მოდის, აუქმებს ამ სიბრმავის საფარველს, რომ არ ცნობენ და ვერ ცნობენ მას, თავის ხალხს პურის ჭამას გაუმართავს ძვირფასი ღვინით, სუყე კერძებით და უხარია ყველას. ყველა მადლობს და ადიდებს მას, რომ დამთავრდა ის ტანჯვა, ის შიში, ის ტირილი, ეს წევლა. ანუ, ნახეთ, მაგრამ სიმბოლო ღმერთთან შეერთების რა არის? მასთან ნადიმი, მასთან პურის ჭამა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია მთელ წმინდა წერილში, აი, თუნდაც ჩვენთვის დღეს ეს ზიარება პურის ჭამა არ არის ღმერთთან? საიდუმლო სერობა პურის ჭამა არ იყო ღმერთთან, ზეციდან ჩამოსულ პურთან? შემდეგ იმ პურზე არ თქვა ღმერთმა, რომ ეს არის ჩემი ხორცი, ღვინოზე არ თქვა, ეს არის ჩემი სიძე. და აი ღმერთთან შეერთებას ამარადისოდ, რატომღაც ღმერთმა ასე ინება, რომ დაკავშირებულია მასთან პურის ჭამასთან. ღმერთთან ნადიმთან, ხო, ღმერთთან სერობასთან. ამიტომაც ქრისტე აი ამ თავის ამ ქვეყანაზე ყოფნის დროს ძალიან ბევრს ლაპარაკობს, რომ ზეციდან მე ვარ, ზეციდან ჩამოსული პური. იმიტომ რომ პურის გარეშე კაცს ცხოვრება არ შეუძლია ადამიანს და ის აუცილებელი ელემენტი, რაც მან უნდა მიიღოს საჭმელად პური, როგორც მიწაზე ეს ხორბლის პურია, ისე ღმერთთან მიმართებაში არის ვინ? იესო ქრისტე, ზეციდან ჩამოსული პური. აი ამ ნახეთ ეს ამიტომ ვილაპარაკე ეს ყველაფერი მე რომ მე-14, მე-15, მე-16 თავებში აი ამ ღმერთთან ნადიმზე, ღმერთთან პურის ჭამაზეა ლაპარაკი და რა უნდა ვიცოდეთ ახლა ამის შესახებ ჩვენ ამაზე გვესაუბრება უფალი ჩვენი. მოდი დავიწყოთ მე-15 თავის კითხვა. ეს უკვე ეს მომენტია, როდესაც ქრისტე გადმოცურა გალილეის ტბა, აი აქ მოახდინა მან ეს პურობის სასწაული წინა თავში, აი აქ სადღაც, ნახეთ, აღმოსავლეთის გენესარეთის ტბის, გადმოცურა გენესარეთის ტბა და მოვიდა გენესარეთის მხარეში. გენესარეთის მხარე ერქვა გენესარეთის ტბის დასავლეთით მდებარე აი ამ ზოლს, დაახლოებით 10-15 კილომეტრი იყო აი ეს ზოლი, სადაც დასახლებული ქალაქების უფლები იყო. აი ეს არის გენესარეთის მხარე და მოვიდა უფალი აი ამ გენესარეთის მხარეში. და იქ მას გაიგეს მის შესახებ წინა თავში ჩვენ ნახეთ და ახვედრეს ნეულები, ბრმები, კოჭლები და უნებოდნენ რომ შენი სამოსის ფესვზე შეგვახებინე ხელიო, ხო ის ფუნჯები რო კიდიათ იუდეველებს რომ ეშველოს და ინკურნებოდა ყველა. აი იქ ხდება ახლა ეს, ნახეთ? აი აქ გენესარეთის მხარეში ხდება ეს. მაშინ მივიდნენ იესოსთან იერუსალიმელი მწიგნობრები და ფარისევლები და უთხრეს: რატომ არ ღვევენ შენი მოწაფეები უხვიწესთა გადმოცემას, ვინაიდან ხელს არ იბანენ პურის ჭამისას? ხოლო იესომ პასუხად მიუგო მათ: კი, მაგრამ თქვენ რატომღა არ ღვევთ ღმერთის მცნებას თქვენი გადმოცემით? ვინაიდან ღმერთმა ბრძანა პატივი ეცი მამასა შენსას და დედასა შენსას და კიდევ ვინც მამას თუ დედასზე ძვირს იტყვის სიკვდილით მოკვდეს. ხოლო თქვენ ამბობთ, ყველა ვინც ეტყვის თავის მამას ან თავის დედას ღმერთს ვწირავ იმას, რაც ჩემგან უნდა მიგეღო? პატივს არ ასცემს არც მამას და არც დედას. ამრიგად, თქვენი გადმოცემით არ ღვევთ ღმერთის მცნებას. თვალთ მაგცნო, მართლად ითო წინასწარმეტყველად თქვენთვის ესაიამ, რომელმაც თქვა: მიახლოვდება ეს ხალხი თავისი ენით და მადიდებს თავისი ბაგით, მაგრამ მისი გული შორსაა ჩემგან. ამაოდ მადიდებენ, რადგან ასწავლიან ადამიანურ მოძღვრებებს და ცნებებს. ამაოა მათი მოახლოვება ჩემთან, რადგან გული მათი შორს არის, პირით კი ახლოს მოდიან, მადიდებენ, მაგრამ იმიტომ რომ ასწავლიან ადამიანურ მოძღვრებებს და მცნებებს, ხო? აი, აქამდე წავიკითხოთ ჯერ. წარმოიდგინეთ, იერუსალიმელი მწიგნობრები ისეთი პატივსაცემი ხალხი იყო, რომ ჩვენ ვიცით რაბინული ლიტერატურიდან, რომ სადაც კი არ უნდა ჩასულიყო იერუსალიმიდან მწიგნობარი ან ფარისეველი, ხო?
იმ წუთში მოვარდებოდნენ სოფლის მაცხოვრებლები და უდგამდნენ სკამს, დაждდებოდნენ და უსმენდნენ. იმდენად წარმოუდგენელი ავტორიტეტი ჰქონდათ იერუსალიმიდან ჩამოსულ მთავრებს და მწიგნობრებს და ფარისევლებს, ხო? და ისინი ჩამოვიდნენ იერუსალიმიდან, რადგან გაიგეს, რომ იესოს შესახებ გაგებული ჰქონდათ და გენესარეთის ტბასთან შეხვდნენ მას და ეუბნებიან, რატომ არ ღვევენ შენი მოწაფეები უხუცესთა გადმოცემას? აი მე პირველი პუნქტი არის უხუცესთა გადმოცემა, რადგან ეს რა არის ეს უხუცესთა გადმოცემა, ჩვენ თუ არ ვიცით, გაგვიჭირდება გავიგოთ რა იყო დაპირისპირების საგანი ქრისტეს და წიგნობრებს და ფარისევლებს შორის, ხო? აი უხუცესთა გადმოცემა რა იყო? მე მინდა გაჩვენოთ თქვენ, ეს არის მამათა, ესე თალმუდი, მამათა გამონათქვამები, ქვია ერთ-ერთი ტრაქტატია, აბოთ ქვია ამ ტრაქტატს და ისინი რას ამბობენ? უყურეთ. ჩვენ ვიცით რომ მოსეს რჯული ვინ მისცა მათ? მოსეს რჯული სად როდის მიეცათ მათ? სინას მთაზე გამოსვლი ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ, ხო? რას ამბობენ ახლა აი ამ მამები, მათი მამები, რას ამბობენ? რომ ისინი ამბობენ რომ ღმერთმა მოსეს სინას მთაზე ორგვარი რჯული მისცა. ერთი წერილობითი, რომელიც ჩვენ წერილობით გვაქვს თორაში და მეორე ზეპირი რჯული მისცა ღმერთმა, ზეპირი. იმიტომ რომ ანუ ამ რჯულის განმარტება როგორ უნდა გვესმოდეს ეს რჯული. გასაგებია და მოსემ ნაწილი ჩაწერა ის რაც ჩვენ 5 წიგნში გვაქვს თორაში და ნაწილი ზეპირ სიტყვებით გადმოეცემა. მოსეს უნდოდაო რომ ესეც ჩაეწერაო, მაგრამ ღმერთმა უთხრაო არაო. ეს არ ჩაიწეროს ზეპირ სიტყვიერება, რადგან შემდეგ სხვა ხალხებიც გაიგებენ ამას, სხვა ხალხებიც ისწავლებენ და ისწავლიან და იტყვიან რომ ჩვენა ვარ ღვთისერი და არა ებრაელები. ამიტომაც ის ზეპირი გადმოცემა არ ჩაწერეს. აი ნახეთ ახლა ეს ტრაქტატი აბოთ, ხო? მამათა გამონათქვამები თალმუდში. რას ამბობს? ნახეთ, საინტერესო პირველი მუხლი. მოსემ რჯული მიიღო სინას მთაზე. შემდეგ გადასცა იეჰოშუას. იეშუა იყო მოსეს შემდეგ ერის წინამძღოლი, ხო? იესუ ნავეს. იესომ გადასცა უხუცესებს. ხოლო უხუცესებმა გადასცეს წინასწარმეტყველებს. ხოლო წინასწარმეტყველებმა გადასცეს ის სინედრიონის კაცებს. ანუ სინედრიონში ყავდათ 71 მღვდელი მათ და უხუცესებმა სინედრიონს გადასცეს ეს. და სინედრიონმა კი აი ამ გადმოცემის შედეგად თქვა, სინოდის კაცებმა თქვეს. სამ რამის მიმართ იყავით ძალიან ყურადღებიანი, სამი რამის მიმართ. ჯავრის გამოტანისას სასამართლოში ბევრი მოწაფე ყავდეთ და მესამე, აი რა ჩვენს მნიშვნელოვანი, მესამე შემოავლეთ თორას ღობე. ღობე შემოავლეთ თორას. რა არის ეს ღობის შემოვლება თორასთვის? ახლა ახლავე აგიხსნით. ნახეთ, აი იმავე აბოტში ეს არის მესამე თავის მე-17 მუხლი, რაბი აქიბამ თქვაო. მხიარულება და ეს თავისუფლება, ანუ თავისუფლება აღვირახსნილობაო. უბიძგებს კაცო გარყვნილებისკენო. ამიტომო მამათა გადმოცემა, უხუცესთა გადმოცემა არის ღობე თორასთვის. ანუ ღობე თორა. მამათა გადმოცემა არის დამცავი ღობე თორისთვის. ისევე როგორც მეათედი არის დამცავი ღობე მდიდრებისთვის. ისევე როგორც აღთქმა თავშეკავების დამცავი ღობეა. ისევე როგორც დუმილი დამცავი ღობეა სიბრძნისთვის. რას ნიშნავს ეს დამცავი ღობე? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნახეთ, უკვე მათ ისინი ამბობენ რომ ორი თორა გვაქვს ჩვენ. ერთი თორა არის წერილობითი, მეორე თორა არის ამ თორის დამცავი ღობეები. ეხლა ერთი ღობე კი არა, ბევრი გესმით? აი მაგალითად, აი მე სამაგალითოდ მინდა თქვენთვის მეჩვენებინა, მაგალითად, აი შაბათი. შაბათის მცნება ძველ აღთქმაში რამოდენიმე ადგილას არის ნახსენები და წერია წმინდა ყავ დღე იგი შაბათი და არ იუქმო ამ დღეს არჩენმა ოჯახმა, არჩენმა შვილმა, არჩენმა ცოლმა, ხო, გასაგებია, ხო, გასაგებია. აი, მინდა გაჩვენოთ.
აი ხო ერთი წინადადება რაც მე ვთქვი. თელი ეს თალმუდში არის ტრაქტატი შაბათ. ნახეთ რამდენი მცნებაა. შაბათი როგორ უნდა დავიცვათ. ხედავთ? ანუ ეს არის იმ ერთი მცნების დამცავი ზღუდეები, დამცავი. რომ ამას თუ არ გადავალთ, ამ მცნებას არ დავარღვევთ, ხო? ხო გასაგებია? ამიტომ მაგალითად შაბათს არის უქმო, ვამბობთ, ხო? მაგალითად მე გეუბნები რომ შაბათს ვაშლის ხიდან ჩამოვარდნილი ვაშლი არ აიღო. ეს წერია თალმუდში. ვაშლი გაიარე თქვა და ვაშლია ჩამოვარდნილი ხის ძირას და არა შაბათს იმის აღების უფლება და შეჭმის უფლება არ. რატომ არა გაქვს? იმიტომ ეს ღობეა. იმიტომ რომ მე თუ შენ უფლება მოგეცი რომ ამ ჩამოვარდნილი ვაშლის ჭამის უფლება გაქვს, ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, მოდი დაუბერტყავ და ჩამოყრ. და დაარღვიოს უკვე ამ დაბერტყვით და შრომით დაარღვიოს შაბათის მცნება, გესმით? ამიტომ ასეთი ზღუდეები უნდა შემოვალოთ ამ შაბათის მცნებას. ეს არის უხუცესთა გადმოცემა, გესმით? და ეს გადმოცემა თავიდან შეიძლება კი გონივრული იყო და კარგი იყო, მაგრამ იმხელა და ისეთი მოცულობის გახდა, შეხედეთ ამას. თელ სახარებაზე დიდია ეს შაბათის ღობეები, როგორი უნდა იყოს, გესმით? და უკვე აღარ იცის ხალხმა, რომ აი მე სამაგალითოდ მინდა გავშენოთ ერთი ადგილი. აი აბსურდამდეც კი მიდიოდა ეს ღობეები. აბსურდამდეა მისული. აი შაბათ, ტრაქტატი შაბათ, აი თალმუდში იწყება ასე. მაგალითად, აი გითარგმნეთ კიდევაც, იმიტომ რომ ეს გერმანულია, რაც მე მაქვს. ნახეთ? მაგალითად, შაბათს რაიმე საგნის გატანა ან შემოტანა სახში. აი როგორ დავარეგულიროთ ეს წესი, ხო? რომ არ დავარღვიოთ შაბათი. აი ერთ-ერთ ღობეს გიხსნით, მე თქვენი ბოლოს მეტყვით რომ ტვინი გვეტკინაო, დავიღალეთ თუ მეტყვით, იმიტომ რომ აი ამეები ამაზე ფიქრით, თქვენ ისე დაიღლებით რომ მეტყვით არ გვინდა ეს, იმიტომ რომ აბსურდია უკვე, ხედავთ? აი მაგალითად, შაბათს რაიმე საგნის გარეთ გატანა ორი ხერხით ხდება. სახლიდან რაიმეს გარეთ გატანა ორი ხერხით ხდება, რომლებიც კიდევ ეს ორი ხერხი 4-ად იყოფა თავის თავში. გესმით? ანუ 8 ხერხი გვაქვს უკვე, ხედავთ? ეხლა ეს შენ იუდეველმა უნდა იცოდე, რომ არ დაარღვევო შაბათის მცნებ, უნდა ისწავლო. ნახეთ? მაგალითად 4-ad იყოფა, ერთი იმისთვის, ვინც სახლში იმყოფება და ასევე 4-ad იყოფა იმისთვის, ვინც სახლის გარეთ დგას. რანაირად, რა სახით? თუ მაგალითად გლახაკმა ჩამოიარა, რომელიც გარეთ დგას და სახლის პატრონი შიგნით არის. მათხოვარი თუ სახლში შეყოფს ხელს და რაიმეს ხელში ჩაუდებს სახლის პატრონს, ან აიღებს სახლის პატრონის ხელიდან, მაშინ გლახაკი იქნება მცნების დამრღვევი და სახლის პატრონი არა, მაგრამ ის სახლში იყო და მან უბრალოდ გაუწოდა. ახლა თუ სახლის პატრონი გაიწვის სახლიდან გარეთ ხელს და რაიმეს ჩაუდებს ან აიღებს მათხოვრის ხელიდან და სახლში შემოიტანს, ამ შემთხვევაში სახლის პატრონია დამნაშავე და გლახაკი უდანაშაულო, ხო? თუ მათხოვარი შემოყოფს შიგნით ხელს და თვითონ კი არ ჩაუდებს, არამედ სახლის პატრონი ჩაუდებს ხელში, ან სახლის პატრონია მოქმედი, ხედავთ, ან აიღებს მისგან, მაშინ ორივე უდანაშაულოები არიან. ასევე თუ სახლის პატრონი ხელს გაყოფს სახლიდან და მათხოვარი გარედან ჩაუდებს, ან აიღებს, მაშინ ორივე უდანაშაული. ხო დაიღალეთ? ხო დაიღალეთ, არა? მაგრამ ეხლა უყურეთ რა არის პრობლემა. ამასო მერეო ვიღაცა სხვა მოძღვრებმა თქვენსო, მაგალითადო რაბი მათნამ თქვაო, რომ ეგ 8 კი არა 12-ია. კიდე რაღაც ვარიანტები დაუმატა იმაში. და რაბ მე კიდევ ერთმა რაბიმ თქვა, არაო, 16-ია ეგაო, 16-მდე შეიძლება გავზარდოთ, ხვდებით? აი როგორი რა ლოგიკაა, ხო და? აი ეს არის ის ღობეები, რომელიც მათ შემოავლეს ჯულს. ხედავთ? არის უხუცესთა გადმოცემა ქვია ამას, რომელიც მაგალითად გერმანულ თალმუდში, გერმანულ ნათარგ თალმუდში ლაზარეს გოლდშმიტის არის. იქ 12 ტომს იკავებს ეს ყველაფერი, ხო? ახლა უყურეთ, აი აბსურდამდე მიდის მეთქი რო გითხართ, აი გაგეცინებათ, ეხლა რაღაცას წაგიკითხავთ. რაბი აბინმა თქვაო, რომ ვინმე შაბათსო რომ აგდოსო რაიმე ნივთიო და მეორემ დაიჭიროსო. ხო? ნიშნავს რომ გადაუგდო მან ერთი ნივთი აქედან იქ, ხო? ეს დარღვევაა შაბათის.
არ ღვევა, იმიტომ რომ რაღაცა საქმე შეასრულა. ხო შეიძლება ჩვენ კი არ მივაწოდოთ, გადაუგდოთ და ისე ვიმუშაოთ, ხო? მაგრამ მე დასვა რაბი იოჰანმა დასვა ესეთ კითხვაო, რომ თვითონ რო ააგდოს და თავად დაიჭიროსო, მაშინო ხო, ნახეთ როგორ უკირკიტებენ, ხდებით? მაშინო რა იქნებაო და ეგაო გადაუწყვეტელი შემთხვევაა. მაგაზე პასუხი არ აგვაქვს ხო, იმიტომ რომ გესმით? ხო და აი ხო გეცინებათ უკვე ხდებით და თავიდან ეს რჯულის შესწავლა კარგად დაიწყო, მაგრამ ბოლოს აბსურდში გადავიდა, გესმით? და აი უხუცესთა გადმოცემა ამას დაემსგავსა. და აი ეს არის დაპირისპირების საგანი ქრისტეს და ამ ფარისევლთა წიგნოვარებს შორის. ქრისტე ეუბნება, რომ მე რასაც გეუბნებით რჯულზე, ის არის რჯულის ჭეშმარიტი განმარტება და არა ის, რასაც თქვენ აი ამ დაღალეთ ხალხი. დაღალეთ ხალხი, ხო? ამ რჯულს. არ იმუშაო შაბათს და მორჩა რა თუნა ამაზე ის ვარიანტები, ხელის გაწვდის, შემოწვის, აღების, ჩადების, ხო? და კიდე ათასობით ასეთი მცნება, ხო? და ქრისტე ეუბნება, ნახეთ, ისინი რომ უნებიან შენი მოწაფეები, რატო არ ღვევენ უხუცესთა გადმოცემას, რომ ხელდაუბანელი ჭამენ პურს. საჭამეს ხელდაუბანელი პური? ხო, პურობის სასწაული რომ მოახდინა, ამ პურობის დროს ახლა 5000 კაცი იჯდა და აი როცა პურს ჭამდნენ, აი ეს პატარა ის ჰქონდათ მალცაიტი, პატარა პურის ჭამა ჰქონდათ, ხო? ისინი რა შეობდნენ, იცით? ორივე ხელზე უნდა გადაევლოთ წყალი. იყო უფრო რიტუალური, უფრო სერიოზული დაბანები, როცა იდაყვამდე უნდა დაებანათ ხელი, თავიც, ფეხიც, ყველა, მაგრამ აი ასეთი ჭამის დროს, რაც აქაა ნაცხსანები, უნდა ორივე ხელზე გადაევლოთ წყალი. ეხლა თქვენ დაიჯერებთ, რომ 5000-მა კაცმა ხელი დაიბანა იქ ჭამის დროს, ხო რა? ხო და რა თქმა უნდა და არც ქრისტეს უთქვია ეს. იმიტომ რომ იქ პურობის დროს ეს კი არ იყო მთავარი ხელების დაბანა, მთავარია ის იყო, რომ ღმერთი აძლევთ მათ ზეციდან ჩამოსულ პურს ქრისტეს მოძღვრების სახით და ასევე იგივე მატერიალურ პურსაც ის აძლევთ, ხო? და მოვიდნენ ესენი და ეუბნებიან, რატო არ ღვევენ ესენი უხუცესთა გადმოცემასო, რომ ხელდაუბანელი ჭამენ პურსო. მე თქვენ ეს ადრე წაგიკითხეთ და ეს არის ასი ტრაქტატია ხულინი ტრაქტატი აქ მაქვს მოტანილი, მაგრამ აღარ წაგიკითხავთ ეხლა რომ არ გადაგყალოთ. ხულინი ტრაქტატი ეხება დაკლას, აი არარიტუალურ დაკლას საქონლისას. ხო, აი როგორ უნდა დაკლან ცხარი, ოცხახში, ტაძარში კი არა. ცხარი ხარის, როგორ დაკლან, რა ჭამონ, ხორსთან ერთად, ყველი ჭამონ, რძე ჭამონ, რა შეიძლება რა არ შეიძლება და იმ ხულინში წერია უამრავი წესი ხელბანვის, ხო? ჩვენ ეს იოანეს სახარების განმარტების დროს განვიხილეთ, რომ აი მაგალითად ჭამის წინ აუცილებელია, ჭამის შემდეგ ნებაყოფლობითია ხელის დაბანა. მაგალითად შუაში შეიძლება დაიბანო პურის ჭამის დროს შუაში შეიძლება დაიბანო ხელი, შეიძლება არ დაიბანო მაგალითად. ზოგიერთი მოძღვრები ამბობდნენ, რომ დაბანა მიწაზეც შეიძლება დაუვაროთ ეს წყალი. შეიძლება ჭურჭელში ჩაუვაროთ, ხო? ზოგი ამბობს, რომ არა, ჭურჭელში უნდა ჩაიღვაროს და შემდეგ წმინდა ადგილას გადაიღვაროს ეს წყალი, ხო? მაგალითად, ჭამის წინ ცივითაც შეიძლება დაიბანო და ცხელითაც, მაგრამ ჭამის შემდეგ მხოლოდ ცივი წყლით უნდა დაიბანო, ხო? აი, ნახეთ, რამდენი კანონებია, ხო? ეს ყველაფერი და აი ესეც უხუცესთა გადმოცემაა და ამაზე ედავებიან, რომ რატომ არიცავენ შენი მოწაფეები უხუცესთა გადმოცემას. თან აი ამ თალმუდში პრობლემა რა არის? აი ჩვენ ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ განა ერთი წესია, რომ აი ესე და მორჩა. იმან ეს თქვა, ამან ის თქვა, იმ რაბინმა ეს აზრი გამოთქვა, ამ რაბინმა ეს აზრი გამოთქვა, აი აბსოლუტურად აი არეულია. ანუ ეს თავისუფლიანი არიან ესენი რომ ამ მსჯელობაში, გესმით? და შეურებილმა კრეატიულები არიან, ხო? რა თქმა უნდა, იუდეველები, ებრაელები კრეატიულები არიან, მართალია, ზუსტად. ბევრი ვარიანტების შემუშავება შეუძლიათ ამ საქმეში. მაგრამ რწმენისთვის ეს ხომ დამღლე, ხო, ტვირთია. ეს ხო რაღაცა ისეთი ტვირთია, რომელსაც ვერ ზიდავს ვერავინ. იმიტომაც ამბობს ქრისტე მათეს სახარების მე-18 თავში, რომ შეკრავენ ძიმე ტვირთს, კიდებენ მორწმუნეებს და არ ეხმარებიან. აი, ეს არის ის ძიმე ტვირთი. მათი გადმოცემა, რომელიც შესრულებას არავის არ შეუძლია, მაგრამ ისინი რა შვებიან, ამითი ძალაუფლებას ინარჩუნებენ ამ ხალხზე. ეუბნებიან, რომ ღმერთმა ასე თქვა, ასე უნდა გააკეთოთ. და ქრისტეს პასუხი ხო საინტერესოა. ქრისტე ეუბნება და თქვენ რატომ არ ღვევთ ღმერთის მცნებას თქვენი გადმოცემით?
თქვენ თავად გადმოცემას კი არა, ღმერთის მცნებას არ ღვევთ თქვენი გადმოცემით, იმიტომ რომ ხანდახან მათი გადმოცემა ეწინააღმდეგებოდა უკვე ყველაზე მთავარს ღმერთის მცნებას და მას მოყავს შემთხვევა და ეუბნება, აი თქვენ ამბობთო, თქვენ ხომ იცით მცნება რომ დედის და მამის პატივისცემის მცნება, ხომ იცით? დედას და მამას რო პატივი უნდა სცე და ვინც დაწყევლის ან ცუდ სიტყვას ეტყვის დედ-მამას, სიკვდილით უნდა მოკვდეს, ეს არის მოსეს რჯულში დაბადების წიგნის, გამოსვლათა წიგნის ბოდიში, დაბადების წიგნის ბოდიში 21 თავშია, ხო? გამოსვლათა წიგნის მე-20 თავში არის ეს 10 მცნება, 21-ში ამბობს, რომ სიკვდილით უნდა მოკვდეს ის, ვინც დედ-მამას შეურაცხყოფს, დაწყევლის, ხო? და აი თქვენ ამბობთო ქრისტეუნება, აი უხუცესთა გადმოცემა რა იყო ერთ-ერთი. აი კიდევ ერთი მაგალითი. მაგალითად რიცხვთა წიგნის 30 თავში წერია. ნახეთ, რიცხვთა წიგნი, მოსეს რჯული 30 თავის მესამე მუხლია. ვინც აღთქმას მისცემს უფალს, ან ფიცით დაიფიცებს რასმეს, და აუკვეთს თავის თავს, აი დაიფიცებს და თავის თავს აუგრძალა რაღაც, ხო ფიცით. არ უნდა შეშალოს თავისი სიტყვა, ყველაფერი უნდა შეასრულოს, რაც მისი ბაგიებიდან არის გამოსული. გესმით? აი მე თუ ვიტყვი, ფიცავ ღმერთის ტახტს საბრძანებელს, რომ მე პასექამდე არ დავლე ღვინოს. ხო, თითქვა ვიღაცამ, ხო? ავი თავის თავს მან აუგრძალა ღვინის დალევა. არ შეუძლია მას ეს დაარღვიოს ეს ფიცი, რაც აღუთქვა ღმერთს, ხო? ხო გასაგებია. აი ამ 30 თავში, ეს 30 თავი არის სულ 17 მუხლი, აი ესეთი საკითხებია ჩამოთვლილი, რომ ფიცი ღვთის წინაშე როგორ უნდა შეინარჩუნოს. აქ არის მაშინ თალმუდში ტრაქტატი ნედარიმ ნიშნავს აღთქმას, ფიცს ნედარ და იქ არის ასეთი, აი რასაც ქრისტე ამბობს, მინდა ეს განახოთ ორიგინალში სად არის. ქრისტე ხმოვნება რომ თქვენი გადმოცემით არ ღვევთ ღვთის მცნებას. და რა იყო ეს გადმოცემა? უყურეთ, ისინი ამბობდნენ, რომ თუ ვინმე იტყვის ქონამ ნიშნავს ფიცავ, რომ შენგან არაფერს არ მივიღებ, სანამ შენ ორ კასრ ხორბალს და ღვინოს არ წაიღებ ჩემგან შენი შვილებისთვის. ნახეთ ასე უნება? სანამ შენი შვილებისთვის ჩემ შესაწირს არ წაიღებ, ფიცავ, რომ არაფერს პატივისცემა შენგან არ მივიღებ, ასე თუ ამას იტყვისო ვინმეო, აი ამ ნედარიმში წერია, უნდა შეასრულოსო, ხო? იმიტომ რომ მან უნდა საშუალება მისცეს ამას, რომ ეს შესაწირი მის შვილებს გაუგზავნოს, ხო? გასაგებია, ხო აზრი ამის. მაგრამ მეორე მუხლი არის, ნახეთ აქ. ეს არის მერვე, ნედარიმის მერვე თავი. მე-7. შემდეგ ამბობს, თუ ვინმე იტყვისო, თავის მოყვას ეტყვისო, რომ ფიცავ, ჩემგან ვერ მიიღებ შენ ვერავითარ სიკეთეს, სანამ შენ ამას და ამას არ გააკეთებ ჩემი ოჯახისთვის, არ აქვს მას უფლება დაარღვიოს ეს ფიცი. ხედავთ რა გამოდის ახლა აქედან? მე თუ გაბრაზებული ვარ ჩემ დედ-მამაზე, აი გაბრაზებული ვარ და რაღაცა მაწყენინეს და რაღაცა არ შეასრულეს, არ გამიკეთეს, ხო? მე ვიტყვი, ფიცავ, რომ არაფერს არ მიიღებ შენ ჩემგან, სანამ იმას არ შეასრულებ, რაც შენ დააშავე, ხო? და დედ-მამის პატივისცემისგან თავისუფალი ვარ. დავიფიცე, რომ დედ-მამას არ მოუვლი, არ მივცე მოხუცები არიან ჩემი მშობლები. დავიფიცე, რომ აი იმ ცუდი საქციელის გამო ფიცავ, რომ არ მიიღებთ არაფერს ჩემგან, პენსიას ვთქვათ, ხო? სარჩოს აბადებას, პურს, მოხუცია მშობელი, მას არ აქვს უფლება ამბობენ წიგნობრები და ფარისევლები, რომ დაარღვიოს ეს ფიცი. გესმით? და ქრისტე ეუბნება, ხედავთ? აი ამ თქვენი გადმოცემით, თქვენ აუქმებთ ერთ-ერთ უდიდეს მცნებას, მშობლის პატივისცემის მცნებას. და მშობლის პატივისცემა იმდენად დიდი მცნება იყო, რომ ამბობდნენ მათი რაბინები, რომ არავის არ შეუძლია მთელი სისავსით ამ მცნების შესრულება. გესმით?
აი, ქრისტე ამხილებს მათ, რომ თქვენ თავად ეს თქვენი უხუცესთა გადმოცემა იმად იქცა, რომ მოსეს ჯულს ღვთის მცნებას აუქმებთ ამ თქვენი გადმოცემით. მე მინდა გაჩვენოთ ერთი ადგილი, აი ამ მშობლის პატივისცემაზე ვისარგებლოთ შემთხვევით, რომ მივხვდეთ ჩვენ რას ნიშნავდა პატივი ეცი დედასა შენს და მამასა შენს და რას ნიშნავდა. ჩვენ ეს რა გონია? ჩვენ ხო ხშირად ეს გონია პატივი ეცი რომ დაუჯერე, ცუდ სიტყვას ნუეტყვი, მაგრამ ებრაელებთან პატივისცემა ნიშნავდა შეინახე შენი მშობელი. იზრუნე შენი მშობლისთვის. როგორიც არ უნდა იყოს ის მან მოგცა შენ სიცოცხლე, ხომ? მშობელი არის სიცოცხლის წყარო შენთვის და ამიტომ ის როცა მოხუცდება, შენ უნდა იზრუნო მასთვის, ხომ? გასაგებია. და ეს მოსეს რჯულში გამოსვლთა წიგნის მეოცე თავში რომ წერია პატივი ეცი დედას და მამას, რათა დღეგრძელი იყო შენ და კეთილი გეყოს ამ ქვეყანაზე. ხო? ეს წერია. რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანაზე. ხომ ასე წერია? მეხუთე წიგნის, ანუ მეორე რჯული, მოსეს მეხუთე წიგნის 22 თავში წერია ასეთი მცნება. თუ გზად გადაეყრები ჩიტის ბუდეს, ან კვერცხებიანს და დედააზის ბარტყებს და თუ კვერცხებს, არ წამოიყვანო დედა თავის ბარტყებიანად. დედა გაუშვი, ბარტყები კი წაიყვანე, რომ კარგად იყო და დღეგრძელი იყო ქვეყანაზე. ნახეთ, ბოლო როგორია, რომ კარგად იყო, კეთილი გეყოს და დღეგრძელი იყო ქვეყანაზე. აი ეს მცნება პირდაპირ კავშირშია მშობლის პატივისცემის მცნებასთან და რატო? იმიტომ რომ რატო ეუბნება, აი თქვა მონადირე მიდის ტყეში. დაინახა რომ მტრედი ზის კვერცხებზე. ხო? მტრედი წმინდა ცხოველი, ფრინველი იყო და მტრედის კვერცხები შეიძლება ეჭამათ მათ და ეს მტრედი დაინახა კვერცხებს აზის და უნდა რომ ეს კვერცხები მოინადიროს, იმიტომ რომ შია, ხო? ნუ შეჭამოს. ჯული ეუბნება მას. დედა და კვერცხები აი დედას ხელი არ ახლო. დედა გაუშვი რომ მან კიდევ დადოს კვერცხები. გესმით? რომ მან სიცოცხლე გააგრძელოს. ორივე არ შეგიძლია მოინადირო, გესმით? აი სიცოცხლის პატივისცემის მცნება, მშობლის პატივისცემის მცნება. გესმით? აი აქვე მეორე რჯულის აი ამ წიგნში, სადაც ლაპარაკობს აი ამ ჩიტის ბუდეზე და კვერცხებზე, წინამუხლი ამობს რომ ნუ ჩაიცვამს მამაკაცის ტანსაცმელს ქალი და ნუ შეიმოსება ქალი სამოსლით მამაკაცს. რადგან საძაგელია უფლისათვის შენი ღმერთისთვის ყველა ვინც ამას ჩადის. რატომ არის ეს მცნება ამასთან გვერდით დგას? რატომ დგას? იმიტომ რომ ქალმა თუ კაცობა დაიწყო, ის კარგავს იმ თავის ფუნქციას, რაც ღმერთმა მას მისცა, ხომ? სიცოცხლის მინიჭა. ამიტომ საძაგელია ვინც ამას აკეთებს. აი ეს ტრანსვესტიტობა, ეს ჰომოსექსუალიზმის ყველაფერი, აი აქ არის. საძაგელია ყველა ვინც ამას ჩადის, ვინც თავის სქესს უარყოფს და იმოსება ისე და იქცევა ისე როგორც იზონ ის არ არის, გესმით? აი ბიბლია გვეუბნება ამას. შემდეგ ამასვე მოყვება შემდეგი მცნებები, ნუ დათესავ ვენახში ორნაირ ჯიშს, ნუ მოხნავ სახედრი და ვირით ერთად, ნუ შეურევ ქსოვილებს, ძაფებს და ისე ნუ მოგხსოვ ტანსაცმელს ორ სხვადასხვა. რატომ ამს ამცნებს, რომ ის წესრიგი რაც ღმერთმა დაადგინა, შენ ნუ აურევ. მაგალითად, სელი და მატყლი არ შეურიო ერთმანეთში. ის ესეა, სელია, ის მატყლია, ხო? ვირი მოგცა ტვირთის საზიდად, ხარი მოგცა სახნავად, ხო? ნუ გააკეთებ იმას, რომ ვირი აქციო იმად, რაც მისი არ არის. ვირი სხვა რამისთვის მოგცა ღმერთმა, ხო? აი ნახეთ, ის წესრიგი, რაც ღმერთმა დაამყარა, არ შეცვალო შენ. გესმით? აი ამაზეა ეს მცნება. ამიტომაც ქრისტე ეუბნება, რომ თქვენ თავად არ ღვევთ ღმერთის მცნებას, აი ამ თქვენი, აი ამ წესებით, რაც მე ხარ თქვენ გაჩვენებთ. თვალთმაგსნო, მართლად იწინასწარმეტყველად თქვენთვის ესაია, რომელმაც თქვა, მიახლოვდება ეს ხალხი თავისი ენით და მალიდებს თავისი ბაგით, მაგრამ მათი გული შორსაა ჩემგან. მაგრამ ასწავლიან ადამიანურ მოძღვრებებს და მცნებებს. ნახეთ, მრავლობიში წერია, ხომ? ნახეთ, მოძღვრებებს და მცნებებს. ბიბლიას ეწოდება ღმერთის მოძღვრება.
მრავლობითში არასდროს არ არის ნათქვამი. ეს არის ღმერთის მოძღვრება, მხოლობითში. ერთი რჯულია, ერთი მცნება, მაგრამ მათზე წერია მოძღვრებებს. ანუ ვისაც როგორ უნდა, ისე ასწავლის რჯულს. გესმით? აი ასევე ჩვენთანაც ქრისტიანობაში ეს არ უნდა გვავიწყდეს, რომ არ შეიძლება რომ წერილი განმარტოს ვისაც როგორ უნდა ისე. დაიბნა მორწმუნე, აღარ იცის რომელია მართალი. აი ხო ამობენ ხოლმე რომ აი ესეც მართალია, ისიც მართალია, ესეც შეიძლება. აი ერთხელ მე ერთ იუდეველი ახალგაზრდა კაცი მეუბნებოდა, მამაო, იქ კი წერიაო თალმუდშიო, ეგო რაც შენ წაიკითხეო. მაგრამ მერე რაო, იქ კიდე 10-20 სხვა აზრი წერიაო. და ყველა სარწმუნოაო. შენ რატომ გონიაო რომ ეგ ერთია სარწმუნო? გესმით? ანუ პრინციპი ებრაელებს ამ თალმუდის განმარტების ასეთია, რომ ღმერთმა რა გვითხრა, საბოლოოდ ჩვენ არ ვიცით ზუსტად. აი 20-30 რაბინი გვეუბნება სხვადასხვა აზრს, ხომ ესეა? აი ყველა უნდა გავიგოთ, ეს უნდა ყველაფერზე ვიფიქროთ, ყველა გავიაზროთ და საბოლოო ჯამში არ ვიცით. შეიძლება ეს იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმისი, რომ რატომ არ იცნეს და რატომ არ მიიღეს მათ იესო ქრისტე როგორც მათი მაცხოვარი. ხედავთ? ეს რომ მორჩა მათ, ხო გავიგეთ ეს ამ კამათის არსი რა იყო ქრისტეს. რომ ქრისტე ეუბნება რომ უხუცესთა გადმოცემა კი არ არის მთავარი. ანუ მთელი ეს რაც მე წაიგე. ის ამ მთავარი მერას გეუბნებით, თქვენ რადგან მე გეუბნებით ერთადერთ სწორ მნიშვნელობას ჯულის მცნებების, ხო? ხო გასაგებია. შემდეგ მოუხმო ხალხს და უთხრა ისმინეთ და გულს ჩაიბეჭდეთ. პირით შემავალი კი არ შებილწავს კაცს, არამედ პირიდან გამომავალია ის, რაც შებილწავს კაცს. მაშინ მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს, თუ იცი რომ ფარისევლები ამ სიტყვის მოსმენით შეცდნენ. ნახეთ, შეცდნენ წერია ამ თარგმანში და დიდი შეცდომა. შეცდნენ კი არა, დაბრკოლდნენ. გაბრაზდნენ. გესმით? აი სკანდალი წერია, სკანდალიცესან წერია იმ ამ ადგილას ბერძნულში რომ სკანდალია მათთვის ესო. შენ რო ეგ უთხარიო რომ ხელდაუბანლად ჭარმა არაფერს არ უშვება ადამიანსო, იცი შენ რომ როგორ სკანდალი ისე მიიღეს ფარისევლებმა და დაბრკოლდნენ. ანუ შენ ტრებად იქცნენო იმ წუთშიო. გაიქცევიან ეხა იერუსალიმში ეს ფარისევლები წიგნობდნენ ეტყვიან რომ ეგ არ არის მესია. ეგ არ იცავს რჯულს, ეგ არ იცავს უხუცესთა გადმოცემას. ქრისტე რას პასუხობს? ხოლო მან პასუხად თქვა ყოველი ნარგავი, რომელიც არ დაურგავს ჩემს მამას ზეციერს, ძირფესვიანად ამოიფხრება, მოეშვით. მათ ბრმები არიან და ბრმებისვე წინამძღოლნი, ხოლო თუ ბრმა წინ უძღვის ბრმას, ორივენი ორმოში ჩაცვივდებიან. მიუგო პეტრემ და უთხრა მას, ახლა ძალიან საინტერესო მომენტია, ძალიან მოусმეთ ყურადღებით. მიუგო პეტრემ და უთხრა მას, განგვიმარტე ჩვენ ეს იგავიო. სათქვა უფრო უფალმა აქ იგავი. აი რომელი იგავზე უნება პეტრე? განგვიმარტე ჩვენ ეს იგავიო. აი რომელი რა იგავზეა ლაპარაკი? რომ? პირის შემავალი არ შებიძავს, მაგრამ ეს იგავია? იგავია ეს? პირში შემავალი არ პირიდან შემავალი კი არ შებილდას, არამედ გაომავალი შებილდას. ეს ხომ იგავი არ არის. ხედავთ, პეტრეც იმდენათა აი ამ უხუცესთა გადმოცემის გავლენის ქვეშ, რომ უნდა დაიბანოს, რომ უნდა ის შეჭამოს, ეს არ შეჭამოს, იმას შეეხოს, ამას არ შეეხოს, რომ ქრისტე რო ამბობს, რომ პირიდან გამომავალია ის, რაც შებილწავს კაც შემავალი კი არა, იგავი გონია ეს. აი ესაა აქ თავარი. ეს იგავურად ნათქვამი გონია, ვერ ხდება რომ ეს პირდაპირ უნდა გაიგო, რასაც ქრისტე ეუბნება, გესმით? ეს ამას ჩვენ საიდან ხედავთ, რომ პეტრე კიდე შემდეგ კიდე მრავალჯერ აწდება ამ პრობლემას. ნახეთ? როგორ? მოციქულთა საქმეში რომ არის, გახსოვთ მე-10 თავში, აი ეს ადგილი ჩვენ აუცილებლად ვიცოდეთ. ხდება ასეთი რამ, აი ნახე აქ იყო ქალაქი კესარია. ნახეთ კესარია, ხვის პირას. აქ ცხოვრობდა კორნელიუსი. რომაული იტალიური კოჰორტის ასისტავი. აი აქ რომაელი და ეს იყო როგორც ჩანს
იუდეველთა ღმერთის მორწმუნე. როგორც ჩანს, მან მიიღო იუდეველთა სარწმუნოება და აქ ცხოვრობს ეს კორნელიუსი და მას გამოცხადე ლოცულობს ერთ დღეს და გამოცხადება აქვს, რომ იოპეში, აი აქ იოპეში, ნახეთ აღარ არის შორს მისგან, სულაბად 50 კილომეტრი იქნება, იოპეში პეტრეაო ჩამოსული მოციქული გააგზავნე ხალხი რომ შენთან მოვიდეს და ის გეტყვის რაც უნდა ქნაო. და ამავდროულად, როცა ამ კორნელიუსს ეს გამოცხადება აქვს, პეტრე იოპეში არის, ასე საღამოს 6 საათზე ერდოზე ავიდა სალოცავად, მოშივდა და ჭამა მოუნდა. სანამ ეს რამეს მოუმზადებდნენ, ექსტაზმა შეიპყრო იგი. ექსტაზი, ეს სიტყვა ჩვენ ცოტა გავაფუჭეთ დღეს, ექსტაზი რაღაც იმას ნიშნავს, აი ნარკოტიკულ თრობას, მაგრამ ექსტაზია ის ნამდვილი მნიშვნელობა ის არის არაბუნებრივი გამოცხადება. არამიწიერი, სულიერი გამოცხადება, რაღაც რომელიც სხეულს გარეთ არის ეს გამოცხადება და პეტრე არ ძინავს, არ ზღვიძავს, აი ამ ექსტაზში ხედავს გამოცხადებას. და რა ხნა? იხილა გახსნილი ცა და მისკენ ჩამომავალი რაღაცა ჭურჭელი, დიდი ტილოს მსგავსი, 4-ვე წვერით გამოკრული და მიწაზე ჩამოშვებული. რომელშიც იყო ქვეყანაში მცხოვრები ყოველგვარი 4 ფეხი მხედრები, ქვეწარმავლები, ცისფრინველები და იყო ხმა მის მიმართ, ზეციდან იყო ხმა. ადექი პეტრე დაკარი და ჭამე. ხოლო პეტრემ თქვა, არამც უფალო ვინაიდან რაიმე ბილწი ან უწმინდური არასოდეს ჩამსულია პირში. ნახეთ, იმ ქსოვილში, ტილოში შეკრული პესტა ხედავს გველებს, ქვეწარმავლებს, ფრინველებს, ყვავყორნებს, ყველაფერი რაც უწმინდურიც იყო მათთვის, ხო? ლევიანთა წინის მე-11 თავშია რა ეჭმევათ მათ და რა არ ეჭმევათ. უწმინდური ფრინველები, ცხოველები, ქვეწარმავლები არ ეჭმევათ და რაც წმინდა ჩამოთვლილია იქ. და პეტრე ამბობს, რომ არასოდეს არ შევჭამ მაგას და კვლავ იყო მის მიმართ ხმა, რაც წმინდა ხო ღმერთმა, შენ ნუ მიიჩნე უწმინდურად, ეუბნება. ასე განმეორდა 3ჯერ. და რომ მორჩა ეს ექსტაზი, ეს გამოცხადება, მოვიდნენ კორნელიუსის მსახურები და უთხრეს, რომ ასე და ასე უნდა წამოყვიდეთ ჩვენთან, კორნელიუსის თავთან და წაყვა პეტრე მათ, მივიდა, ნახა რომაელი წარმართი კაცი, არაიუდეველი მორწმუნე. უკადაგებს პეტრე მას სარწმუნოებას, კორნელიუსი ეუბნება, რომ მანაც იხილა გამოცხადება, რომ პეტრე მასთან უნდა მივიდეს და პეტრე ამბობს სიტყვებს ამ კორნელიუსის სახში. გახსნა პეტრემ ბაგედა თქვა, ჭეშმარიტად ვწმუნდები, რომ მიუკერძოებელია ღმერთი. არამედ ყველა ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედნი სათნოა მისთვის. არა მარტო ებრაელები, ხვდები ახლა რომ ყველა ხალხში ვინც მისი მოშიში და სიმართლის მოქმედია სათნოა მისთვის და უკადაგებს პეტრე კიდევ მათ ყველაფერს და იმ წუთში გადმოდის სული წმინდა მათზე და ისინი იწყებენ სხვადასხვა ენებით ლაპარაკს, რომ ეს იყო ნიშანი, რომ სული წმინდა მათაც მოევლინა და ინათლება მთელი კორნელიუსის სახლი ქრისტეს რჯულზე. ესმით? და შემდეგ რა ხდება, უყურეთ, ეს ხო მოხდა ნათელი იღეს იესო ქრისტეს სახელით მათ და შემდეგ მოციქულებმა, ეხლა უყურეთ, ეხლა მარტო პეტრე კი არ არის ამ მდგომარეობაში. შემდეგ თავში, მე-11 თავში, მოციქულებმა და იუდეაში მყოფმა ძმებმა გაიგეს, რომ წარმართებმაც მიიღესო ღვთის სიტყვაო. და როდესაც ავიდა პეტრე იერუსალიმს, ედავებოდნენ მას წინადაცვეთილების გამო. და ეუბნებოდნენ, რომ წინა დაუცვეთელი ხალხის სახში შეხვედი და მათთან ერთად ჭამდიო? გაიგეს ის იუდეველმა ძმებმა და პეტრეს კითხავენ, განიკითხავენ, რომ როგორ შეხვედი რომაელთან და იქ ჭამე საჭმელი? არიცი რომ უწმინდურ საჭმელს ჭამენ ეგენი? და პეტრე ამბობს, უყვება მათ რაც მოხდა, როგორ ქონდა მას გამოცხადება, მასაც კორნელიუსსაც, როგორ გადმოვიდა სული წმინდა მათზე და შემდეგ ის მოციქულებით, სხვა ძმებიც ხვდებიან, რომ ესე იგი ღმერთმა ინება, რომ ყველა წარმართს ეკადაგოს მისი სარწმუნოება, ხო? გასაგებია. აი ეს აღსრულდა ამ დროს იესაია წინასწარმეტყველის 59 თავში ნათქვამი,
ახლა ჩვენ ადგილი ვიცით, თქვენ კარგად იცით ეს და თქვა ღმერთმა, ცოტა ჩემი მორჩილი რომ იყავე იაკობის შტოთა აღსადგენად. ქრისტეს ეუბნება მამა ღმერთი. ცოტა ამათ აღსადგენად რო იყავი ჩემი მორჩილი. ხალხების ნათლად გახდი, რომ ჩემმა ხსნამ ქვეყნის კიდეებამდე მიაღწიოს. ნაწინასწარმეტყველებია ეს. ისრაელისთვის ცოტაა შენი მოსვლა. ხალხების ნათელი უნდა გახდე რომაელების, ქართველების, ბერძნების, კიდევ მრავალი ხალხის სოფლიოში. და პეტრე მიუგო და უთხრა გაგვიმარტე ჩვენ ეს იგავიო. პეტრეს ხო იგავი გონია ეს და იესომ უთხრა, ნუ თუ თქვენც არა გაგეგებათ რა? ნუ თუ არ გესმით რომ ყველაფერი რაც პირით შევა, მუცელს გაევლის და გარეთ გამოვა, ხოლო პირით გამომავალი გულიდან გამოდის და სწორედ ის ბილწავს კაცს. ვინაიდან გულიდან გამოდიან უკეთური ზრახვანი, კაცის კვლანი, მრუშობანი, სიძვანი, პარვანი, ცლისწამებანი, გმობანი, ესენი არიან კაცის შემბილწველნი, ხოლო ხელდაუბანლა ჭამა არ ბიძავს კაცს. ხო ლოგიკურია, ხო? აბსოლუტურად გონური ხო ჩვენ ხო გვესმის ეს. მაგრამ ნახეთ, აი ამ უხუცესთა გადმოცემამ ისევ იმას ისე გაუმრუდა მათ წარმოდგენა უხუცესთა გადმოცემამ, რომ მათ გონიათ რომ იმ წესებს თუ დაიცავენ წმინდანი არიან. გესმით? და გულიდან გამომავალ, პირიდან გამომავალზე აღარ ფიქრობენ. და ქრისტეს უნდა რომ ეს გააცოცხლოს მათში. რა თქმა უნდა, მათ აი ლევიანთა წიგნის მე-11 თავშია, რა თქმა უნდა, მათ ქონდათ ეს წესები, რა უნდა ეჭამათ და რა არ უნდა ეჭამათ. ეს იყო, ამის უარყოფა როგორ შეიძლება, მაგრამ რატომ იყო ეს წესები მოცემული? რომ აი ამ ეს ხო კანაანის ქვეყანა იყო, აი ეს წარმართული, გარყვნილი, მტკერძთაყვანისმცემლური ხალხი ცხოვრობდა, ხო? რომ ამ ხალხს არ შეერეოდნენ და წმინდად შეენახათ თავი, ხო? მაგალითად, მათ არ უნდა ეჭამათ სიტყვაზე ყორანი. რატომ არ უნდა ეჭამათ ყორანი? ყორანი იყო აკრძალული ცხოველი. ფრინველი. თავის თვისებების გამო და რა თვისებებია ყორანს? ჭამს ლეშს, ჭამს ყოველგვარ დამპალს, ძორს და ყორანი არ შეიძლება, ამიტომ რომ შენი საკვები იყოს, რასაც ჭამ, ის ახარ შენ ხომ? არწივი, რატომ არ შეიძლება ჭამონ? რატომ არ აკრძალული კონდათ? იმიტომ რომ არწივი არის მტაცებელი ფრინველი. ხო ამ გაგებით მტაცებელი, წამგლეჯი, გამანადგურებელი. შენ არ უნდა დაემსგავსო იმას, რასაც ჭამ. და ჭამო შვიდი ცხოველი, სუფთა ცხოველი, იმიტომ რომ შენ სუფთად შეინახო თავი რისთვის? ებრაელებს რატომ ქონდათ ეს უწმინდური და წმინდა ცხოველების მოცემული? რისთვის უნდა მოემზადებინათ თავი? ქრისტეს მოსვლისთვის, რომ ქრისტეს მოსვლას წმინდად დახვედროდნენ, ხო როგორც წმინდა ერი და არა მტაცებლები და მგლეჯავები და ერთმანეთის მჭამელები იმ ხალხებს გავსად. ამიტომ ეს საკვების მცნებები კოშა კანონები, რასაც ებრაულში როგორც ქვია, ამისთვის იყო მოცემული, გესმით? თორე ღორს თქვენ ხო ჭამ დღეს? აუწმინდურები ვარ? არა. იმიტომ რომ ეს მათთვის იყო იმ დროს საჭირო, რომ არ შეერეოდნენ იმ ხალხს. ხო გასაგებია? ამიტომ ქრისტე ამბობს, რომ ჩემი მოსვლით თქვენ უნდა გაიგოთ რაში მდგომარეობს წეშმარიტი სიწმინდე. შემდეგ და ნახეთ აქ ეს ადგილი გამოგჭა ჩვენ. ყოველი ნერგი, რომელიც არ დაურგავს ჩემს მამას ზეციურს, ამოიფხრება და ცეცხლს აღმოიფხრება. ცეცხლი მე დაუმატე. აღმოიფხრება. ანუ რომელიც არ დაურგავს ჩემს ზეციურ მამას. ისრაელი და განსაკუთრებით მართალი ხალხი ისრაელში ხშირად მოხსენიებული არის ნერგი, რომელიც დანერგა უფალმა. გესმით? უფლის მიერ დარგული ნერგი არის მართლმორწმუნე ხალხი, ვინც ისრაელში ცხოვრობს, ხო? აი მაგალითად ვენახი. ისრაელი ვენახთან არის შედარებული, რომ ღმერთმა დანერგა და გაუფართოვა საზღვრები ამ ვენახს. ასევე ლეღვი, რომელსაც გამოაქვს ან არ გამოაქვს ნაყოფი, ღმერთის დანერგულია ისრაელი, როგორც ლეღვი. ნახეთ, დავითის 91 ფსალმუნშია ის. ნახეთ ეს. აი, პადრო? ხო, მაგრამ მე სხვა ადგილი მინდა მეშინე. ხო, მართალი ხარ. 91 ფსალმუნის მე-12 მუხლი, მართალი ვითარცა ფინიკი აყვავდეს და
ვითარცა ნაძვი ლიბანისა გამრავლდეს, ხო? ლიბანის ნაძვები ეს ცნობილი ეს იყო ხეები, მაღალია, ტანაყრილი ისინი უთქმელს ეწოდება მას, ხო? ტაძრის მშენებლობისთვის იყენებდნენ. აი, მართალი შედარებულია როგორც ფინიკი არის პალმა. პალმაც ხო ზეცისკენ მიდის, ხო, სწორი ხეა და ეს ნაძვი ლიბანისა. დანერგულნი სახსაშინა უფლისასა, ეზოთა შინა სახლისა ღმრთისა ჩვენისა და ყვაოდიან. ნახეთ, ვინც დანერგულნი არიან ღმერთის სახლში, აყვავდებიან მის ეზოებში. ასევე უფროსად გამრავლდნენ სიბერისასა და სიპოხისასა და ფუფუნებული იყვნენ თხრობასა. სიბერეშიც კი ნაყოფიერნი იქნებიან ისინი, ხო? აი ხე რო დაბერდება ნაყოფი ხო აღარ გამოაქვს. მაგრამ ღმერთისგან დანერგული ვინც არის, სიბერეშიც ბედნიერია. სიბერეშიც სიპოხე აქვს. სიპოხე ხო ნაყოფიე სისავსეს ნიშნავს, ხო? ასევე ნახეთ პირველი ფსალმუნი, ჩვენ ხო ყველას აგვითხოვს ეს. ფსალმუნების კითხვას ვინ შეუდგება? პირველი ფსალმუნი ყველა მის როგორია. პირველი ფსალმუნი ვიზეა. ვის ეხება პირველი ფსალმუნი? მესიანური ფსალმუნია, იესო ქრისტეს ეხება და ნახეთ რა წერია პირველ ნეტარავს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა ღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჯულოთასა არა დაჯდა. ანუ ქრისტეზეა ეს ლაპარაკი. არამედ ჯულსა უფლისასა არის ნება მისი და ჯულსა მისა ზრახავს იგი დღე და ღამე. ქრისტე იყო ეს ერთ რომ მე უფლის ჯულს ზრახავდა დღე და ღამე. და იყოს ის ვითარცა ხე დანერგული თანაწარსადინელსა წყალთასა და რომელმან გამოსცეს ნაყოფი მისი ჟამსა თვისა და ფურცელნი მისი არა დასცვენ და ყოველივე რაც ჰყოს წარემართოს მას. ასეთი კაცი გავს დინარის პირას დარგულ ხეს, რომელსაც არასდროს არ დასცვიდება ფურცელი და ნაყოფი მისი იქნება უხვი ყოველთვის. აი ნახეთ, აი ამაზე ვამბობ, ყველა ვინც არ არის მამაჩემის მიერ დარგული, ამოიფხრება. ჩვენ სოფელში კაკლის ხე გქონდა და მართლა დინარის პირას იდგა. ვერ წარმოიდგენთ რამხელა იყო ჯერ. და მე რამდენი მოსავალი მოდიოდა ხოლმე ამ კაკლის ნიგოზის. რატომ? იმიტომ რომ წყლის პირას იდგა და ამას ადარებს. ვინც ღმერთის რწმენაშია დანერგული, აი წყლის პირას დანერგული ხესავით არის. სულ მუდმივად ნაყოფი მოაქვს და სულ უხვია, პოხიერია და ბედნიერია. 21 მუხლზე გადავიდეთ. და აჰა და წამოვიდა იესო იქიდან და მივიდა ტიროსის და სიდონის მხარეს. და ხო საინტერესოა სად იყო ეს. აი ამ ტბის პირას იყო ეს მათი კამათი და ლაპარაკი მოწაფეებთან, აი გენესარეთის მხარეში, აი აქ და წამოვიდა, გაეცალა უფალი იქიდან, რომ იცოდა დაპირისპირება გაღრმავდებოდა, გაეცალა ტიროსის და სიდონის მხარეს. აი ეს არის, ნახეთ, რომის პროვინცია, სირია რო ვთქვით ჩვენ, რომს ეკუთვნოდეს, მაგრამ აქ ცხოვრობდნენ ფინიკიელი ხალხი. აი ეს არის ტიროსი, ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი ნავსადგური ტიროსის, ფინიკიის და აქ არის სიდონი, უფრო შორს ზევით სიდონი. და ამ მხარეში მოვიდა უფალი. ნახეთ, გალილეას გაცდა, მწვანე არის გალილეა, გალილეას გაცდა უფალი და სად მიდის? წარმართებისში გადის უკვე. თავად უფალმა უკვე გვაჩვენა ეს, რომ ისრაელთან ნელ-ნელა მთავრდება ჩემი ურთიერთობა და გადის წარმართებში. და მივიდა აი ამ ტიროს და სიდონის მხარეს. ნახეთ, საზღვართან არის, სადღაც როგორც ჩანს, უფალი აი აქ, სადღაც აი აქ, ხო? გალილეიდან აი ესე გავიდა და აი საზღვარი სადაც არის? აი აქ, სადღაც. და აჰა ერთი ქანანელი ქალი იმ საზღვრებიდან გამოსული მიჰყვიროდა მას და ამბობდა, შემიწყალე მე უფალო, დავითის ძეო, ჩემი ასული საშინლად იტანჯება ეშმაკისაგან. ხოლო მან ხმარ გასცა და მიადგნენ მისი მოწაფეები და სთხოვეს, გაუშვიე, რადგან მოგდევს და მოყირის ჩვენო. ხოლო მან პასუხად თქვა, სხვას როდი მოვლენილო არ, არამედ მხოლოდ ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებს. ამასობაში ქალიც მოვიდა თაყვანისსა და უთხრა უფალო, შემეწიე მე.
ხოლო მან პასუხა თქვა არ არის კარგი შვილებს წაართვა და ძაღლებს მიუგდო პური ქალმა კი უთხრა დიახ უფალო მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ ტაბლიდან დაცველი ნასუფრალს მაშინ იესომ პასუხად მიუგო მას ეჰა ქალო დიდია შენი რწმენა და შენი სურვილისამე მოგეგო შენ და განიკურნა მისი ასული იმავე წამს მარკოზის სახარების მეშვიდე თავში ჩვენ პარალელური ადგილი გვაქვს და წერია რომ ეს ქალი მოსდევდა მოჰყვიროდა შველას თხოვდა ეს ქანანელი ქალი და იესო სახლში შევიდაო სახლში შევიდა და სახლში რო შევიდა და დაჯდა იქ შევარდა ეს ქალი და იქ თხოვს რომ დავითის ძეო შემიწყალე მე როგორც ჩანს ამ ქალს გაგებული აქვს რომ მესია ანუ მაშიახი დავითის ძე გამოჩნდა ისრაელში და სხვა გამოსავალი არ აქვს ეშმაკეული დემონით არის შეპყრობილი მისი ქალიშვილი რამდენი წლისა ჩვენ ეს არ ვიცით შეიძლება პატარა გოგონა შეიძლება ცოტა ასაკიანი მაგრამ ევედრება დედა რომ მიშველე და ქრისტე ხმას არ სჩემს ჯერ მაგრამ როცა უკვე მოციქულებს მობეზრდათ ამ ქალის ყვირილი უთხრეს რომ გაუში მოვიშოროთ ეს ქალი იმიტომ რომ მოგდევს და მოგყვირის ნახეთ და მოციქულები იმას კი არ ეუბნებიან რომ დაეხმარე მასო მოციქულები გაუშვი მოვიშოროთ ეს იმიტომ რომ მოდის და შეგვაწუხა ამას იმიტომ მოციქულებს თვით მოციქულებმაც არ გონიათ ის რომ მასაც ეკუთვნის წყალობა ხო ღმერთის არ უნდათ ეს მოციქულებს ხო და ქრისტეს პასუხი ასეთია რომ შვილებს რომ წავართვა პური და ძაღლებს მიუგდო ხომ არ იქნება სწორი და ეგ კინარიონ წერია ბერძნულში კინარიონ ნიშნავს პატარა ძაღლს ისეთ კი არა ძაღლი ისეთ ძაღლი არა აი როგორ თქვა ფინია ან ლეკვი ან კინარიონ პატარა ძაღლს ნიშნავს ხო ან მოფერებითი შეიძლება იყოს ძაღლუკა ხო როგორც ამობენ გაგათარდუში ანუ ძაღლს რატო ვამბობს ქრისტე მასზე იმიტომ რომ ძაღლი უწმინდურ ცხოველად ითვლებოდა ისრაელში ძაღლი აითვლებოდა შინაურ პირუტყვად როგორც დღეს ვყავს ჩვენ ძაღლი იყო როგორც გარეთ აი ეს სახგარეთ მობინადრე რაღაცა ცხოველი ამიტომ უწმინდური ცხოველი იყო ის რა თქმა უნდა არც იჭმეოდა და ამბობს რომ შენ უცხო ხარ ისრაელისთვის და ვერ მივცემ მე ძაღლებს ჩემი შვილების პურს და ეს ქალი ეუბნება რომ კი მაგრამ ძაღლებიც ხო ჭამენ პური რო ცვივა ნარჩენები რო ცვივა მაგიდიდან თავის თავს ასე ხედავს გესმით რომ და ქრისტეს გაუკვირდება და იტყვის ჰოი ქალო დიდია შენი რწმენა დიდია მასი რწმენა იმიტომ რომ ის რაც ჩვენ წავიკითხეთ რომ ხალხების ნათლად გაგხდი ისაია რო ამბობს 59 თავში წავიკითხეთ რომ ცოტა ისრაელისთვის შენი ყოფნა ხო ეუნება წეგრო წავიკითხეთ ხალხების ნათლად გაგხდი რომ ჩემმა ხსნამ ქვეყნის კიდეებამდე მიაღწიოს ამ ქალმა ეს იცის თითქოს ხო რა თქმა უნდა მას ისაია წაკითხული არ ეკნებოდა მაგრამ ამ ქალს მიაჩნია რომ მეც მერგება ღმერთის წყალობა მეც უცხო ვარ მაგრამ მერგება ისე მერგება როგორც ტაბლიდან გადმოცვენილი ნასუფრალი ნახეთ ეს არის მინდა ეს ადგილი წაკითხოთ ეს ტაბლიდან გადმოცვენილი სუფრა და ძაღლის აი უცხოს ძაღლის გამოკვება მათ რაბინულ ლიტერატურაში თალმუდში როგორ არის ნათქვამი ერთ-ერთმა რაბიმო შიმშილობის დროსო თავისი საბძლები საწყობები გახსნაო და თქვაო მოვიდეს ყველაო ვინც თორას იცნობსო ვინც იცნობს მიშნასო მიშნა არის მეორე სახელი უხუცესთა გადმოცემის უხუცესთა გადმოცემას ქვია მიშნა არის გამეორება ანუ გამეორება რჯულის ხო შემოვიდეს ყველაო აი ამ ჩემ საწყობებშიო საჭმე საწყობებია ხო დაგროვილი ამ რაბის თორას მწოდნე მიშნას მწოდნე თალმუდის მწოდნე ჰალახას მწოდნე და ჰაგადას მწოდნე ეს ნაწილებია ამ ყველაფრის თალმუდის ჰაგადას მწოდნეო მაგრამ რჯულის უსწავლელებიო არ შემოვიდნენ რაბიმ თქვაო და მოაწყდაო ხალხიო და მოვიდაო ერთი რაბი იონათანი ოღონდ რომელიც ვერ იცნეს ეს რაბი იონათანიო და უთხრაო რაბიო მეც მაჭამეო აი როგორც ის ქალი ეუბნება
მეც მაჭამეო რა ეს რავი ეუნება რაბიონა ეს რაბი რომ ის ნასწავლი გაქვს ო ისწავლეო რჯულიო შესწავლი გაქვს არაო ეს ეუნება არაო მე ეუნება მიშნა მაინც ისწავლეო არც ის არ მისწავლეო შემდეგ უთხრაო მან რომ მაგრამ მაშინ როგორ უნდა გაჭამო შენ როგორ უნდა მოგცემე შენ საჭმელიო როცა არც ჯული გისწავლია და არც უწესთა გადმოცემა გისწავლია და უთხრა მანო როგორც ძაღლს და როგორც ყვავსო ნარჩენები მომეციო აი რასაც ის კალი ეუნება ეს საუბრის ეს ფორმა ცნობილი იყო მათთვის აი როგორც ძაღლიო და როგორც ყვავს რომ ნარჩენებს უყრიანო ესე მომეცი მეცო და მაშინო მისცა მასაც საჭმელიო და მერეო როცა წავიდაო ესაო გლაჰაკის ფორმაში ჩაცმული იყო როგორც ჩანს ის მისი ის ვინც უთხრა რაღაცნაირად შეწუხდაო ეს რავი და თქვაო რომ ვაი ჩემს თავსო რომ უცოდინარ ჯულის უცოდინარსო უბრალოსო აი უბრალო ადამიანსო ჯულის უცოდინარს მივეციო საჭმელიო ეს ის მაინც გამყარებულია იმ თავის იმაში და მერეოდ მისმა შვილმა რაბი შიმონმა უთხრაო რომ იქნება ეს შენი მოწაფე იონათანი იყო რომელსაც არასდროს არ უნდაო სარგებელი მიიღო თორის ცოდნისგან თორის ცოდნე კი არის ზედმიწევნით ის მისი მოწაფე მაგრამ ამისგან სარგებელის მიღება არ უნდოდა არასდროს იქნება ის იყო მოსულიო და გამოიკვლიესო და მართლაც ის აღმოჩნდაო ამის გამოსაცდელად მოვიდა რომ ვითომ არ იცის და უნება არ ვიცი თორა არ ვიცი მიშნა მაგრამ როგორ ძაღლს მომეცი მეცეთი ნატეხი პური ნარჩენი მომეცი და ეს რო გაიგესო გახსნესო ეს საწყობები და უთხრეს მოდით ყველა მოდითო უსწავლელებიც მოდით ჯულის უსწავლები და ჭამეთო რადგან ჯული ყველასია ყველასთან უნდა მივიდეს გესმით აი ამ მორალი ამბის ის არის რომ ჯული ყველასია მარტო ებრაელების კი არ არის ქრისტე მისი მოძღვრება და ჯულიც მანამდეც რაც იყო ყველამ უნდა მიიღოს ხო და ეს ქალიც იმიტომ გაუკვირდა უფალს ой დედაკაცო დიდია შენი რწმენა გეყოს შენ როგორც გინდა და იმ წამს გაშორდა დემონი გაინდევნა დემონი მისი ასურისაგან წამოვიდა იქიდან იესო და მივიდა გალილეის ზღვის პირას თაზე ავიდა იქ დაბრუნდა უფალი ნახეთ და გალილეის პირას სადღაც რომელი ადგილი არ წერია გალილეის ტბის პირას მივიდა მთაზე ავიდა და იქ დაჯდა მივიდა მასთან დიდ ძალი ხალხი და თან მოიყოლეს კოჭლნი ბრმანი ყრუნი საპრანი სხვანიც მრავალნი ფეხით დაუწვინეს იესოს და მანაც განკურნა ისინი ისე რომ უკვირდა ხალხს როცა ხედავდა რომ ლაპარაკობენ მუნჯნი იკურნებიან საფყარნი დადიოდნენ კოჭლნი ხედავდნენ ბრმანი და ადიდებდნენ ისრაელის ღმერთსო ეს ამხელა ძალა და სასწაულებს კურნებანი რომ ნახეს გაოგნებულია ხალხი და ადიდებდნენ ისრაელის ღმერთს ნახეთ მარკოსთან მეშვიდე თავში პარალელურ ადგილას როგორ წერია ხო საინტერესოა ნახეთ აი ასე ავსებენ სახარებები ერთმანეთს აუცილებლად ამიტომაც როცა ერთ მოვლენას ვკითხულობთ ერთ სახარებაში პარალელური უნდა ვნახოთ სხვა სახარებაში ყოველთვის იქ რას ამბობს ნახეთ და ამბობდნენ ნახეთ უთხრა მათო აი ეს ყველაფერი რომ მოაქვს უთხრა მათო რომ არ გამამხილოთ არავისთანო მაგრამ რაც უფრო მეტს უბრძანებდა მით უფრო მეტად ამხელდნენ და მით უფრო მეტად უკვირდა და ამბობდნენ ყველაფერს კეთილად იქმს ყრუს მენას უბრუნებს და უტყს ამეტყველებს ანუ ხალხი მიხვდა რომ ყველაფერს ზუსტად ისე აკეთებს როგორც მესიამ უნდა გააკეთოს გესმით ანუ ნაწინასწარმეტყველები რაც არის მის შესახებ ყველაფერს ისე აკეთებს ნახეთ ეს არის იესაიას 35 თავი ნახეთ როგორ წერია იმიტომაც თქვენს რომ ყველაფერს კარგად აკეთებს ზუსტია ასე უნდა მოხდეს 35 თავში მესიის შესახებ სადაც წერია უთხარით გულ შემდრკალთ გამაგრდით ნუ გეშინიათ აჰა ღმერთი თქვენი მოვა შურისგება ღვთისაზღაური ის მოვა და გიხსნით თქვენ ანუ ქრისტეს მოსვლაზეა მაშინ აეხილებათ თვალები ბრმებს
ყრუებს სასმენელი გაეხსნებათ, მაშინ ირემივით იხტუნებს კოჭლი, მუნჯისენა იგალობებს, რადგან ამოხეთქავს უდაბნოში წყალი და ტრამალზე ნიაღვრები, ანუ მადლის ნიაღვრები. ნახეთ და ეს ესაიას წიგნი მათ ხო იციან? ხედავენ მის საქმეებს და ამბობენ, ყველაფერს კეთილად იქმს. ყველაფერს ის აკეთებს, როგორც ნათქვამია მასზე. რა თქმა უნდა, ესაიას წიგნი სინაგოგაში იკითხებოდა ყოველ შაბათს. არა, აქ უკვე უფალი უკვე აქ არის ახლა. უკვე გალილეაშია, უკვე ებრაელებშია, გალილეის პირას ებრაელები ცხოვრობენ და ეს ებრაელები ამბობენ ამას, რომ ის რაც ჩვენ მის შესახებ ვიცით, სინაგოგაში ყოველ შაბათს იკითხება ესაიას ერთი თავი, ეს ყველაფერი ის არის ჩვენს თვალწინ. გასაგებია? მაგრამ ქრისტე მიცის რომ ეს მის სიკვდილს იწვევს, ამიტომაც ჯერ არ არის რომ ის მოსულ სიკვდილზე უნდა არ გამთქვათ. არ გამთქვათ რომ მესია მოსულია უკვე აქ. აი ებრაელების ტრაგედია რა შემდგომარეობს. ნახეთ, პავლე მოციქული შემდეგ ჩვენ ხო დღეს წავიკითხეთ რომ პავლე მოციქული ამბობს რომ ჩემი გული დასტირის ჩემ ხალხს, ჩემი გული წუხს და ჩემი სადარდებელი ჩემი ხალხია, რომელმაც ვერ მიიღო და განდგა ქრისტესგან. აი მე-6 თავში წერია, ებრაელთა მე-6 თავი. ნახეთ, ეს არის მე-4 მე-5 მუხრები. რადგანაც შეუძლებელია, რომ ერთხელ უკვე განათლებულნი, რომელთაც იგიმეს ციური ნიჭი და ეზიარნენ სულს წმინდას და იხილეს ღმერთის კეთილი სიტყვის გემო და ძალნი მომავალი საუკუნესა, თუ ესენი დაეცნენ, შეუძლებელია მათი უკან მობრუნება. ანუ ებრაელებს წერს ხო პავლე ამ წერილს, ხო ებრაელებს. ხალხო გახსოვდეთ, გამყარდით თქვენს წმენაში ებრაელებს, მაგრამ იცის რომ ებრაელებს ისევ გადაიბირებენ სინაგოგები. ისევ გადაიბირებენ სინაგოგები და ისევ უარყოფენ ქრისტეს. ეუბნება რომ ისოდეთ თქვენ ვინც ერთხელ იხილეთ ძალი მომავალი საუკუნისა. ანუ იმ მარადიული სიცოცხლეში რაც იქნება, იმის ძალა თქვენ ხო უკვე იგემეთ. ხო ნახეთ ამდენი სასწაული. აი ამის ნახველებმა თუ არ ყავით ქრისტე და ისევ შებრუნდით, იქითკენ იცოდეთ რომ ვეღარ დაბრუნდებით უკან. იცოდეთ რომ დაიღუპებით სამარადისოდ. აი ამას ეუბნება პავლე და აი ეს ძალნი მომავალ საუკუნე და ეს ჩვენ ვიცოდეთ, არის აი ეს სასწაულები, რაც ქრისტემ აქ მოახდინა. ანუ მომავალი საუკუნე რას ნიშნავს? უყურეთ, ეს საუკუნე განა 21 საუკუნეა, 21 საუკუნეა მხოლოდ. ეს საუკუნე არის ეს ეპოქა. ქრისტეს სიტყვაზე პირველი მოსვლიდან მეორე მოსვლამდე არის ეს საუკუნე, ხომ? და მომავალი საუკუნე არის მარადიული ეპოქა, რომელიც მისი მოსვლის შემდეგია საუკუნე. ეონ, როგორც ქვია, მას ბერძნულში. და ხოლო იესომ 32 მოხრი, ხოლო იესომ მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა: მეწოდება ეს ხალხი, რადგან უკვე 3 დღეა ჩემთან არიან და არაფერი აქვს საჭმელი, არ მინდა უზმოდ გავუშვა ისინი, რათა არ დაუძლურდნენ გზაში. ნახეთ, 3 დღე ჩემთან არიანო. გენესარეში გახსოვს მისი კამათი ამ ეფარისევლებთან. შემდეგ ალბათ ეს ხალხი უკვე აქ ჩამოსული იყო, რომ შველას თხოვდნენ. შემდეგ ტიროის და სიდონის მხარეს იყო გადასული, მობრუნდა 3 დღეა გასული ზუსტად. აი როგორი ზუსტია სახარება. 3 დღეა ჩემთან არიან ესენიო და ამიტომ არ მინდა შეათო, ამიტომ არ მინდა უზმოდ გავუშვა ისინი, რათა არ დაუძლურდნენ გზაში. უთხრეს მას მოწაფეებმა, სადა გვაქვს ამ უდაბნოში იმდენი პური, რომ მთელი ეს ხალხი დავაპუროთ? ნახე, იმდენი პური, ისევ პურზეა საუბარი. კითხა მათ იესომ, მაინც რამდენი პური გაქვთ? და მათ მიუგეს 7 და ცოტაოდენი თევზი. მაშინ მიწაზე დასხდომა უბრძანა ხალხს, აიღო 7 პური და თევზი, მადლი შესწირა, დატეხა და მისცა თავის მოწაფეებს, ხოლო მოწაფეებმა მისცეს ხალხს. და ჭამა ყველამ და გაძღნენ, გაავსეს ნარჩენებით 7 კალათი, 7 გოდორი უკვე, წინა სასწაულში იყო 7 ხელის კალათა, აქ არის 7 გოდორი. უფრო დიდია, ხო გოდორი ვიდრე კალათა. ხოლო იყო მჭამელი 4000 კაცი, ქალების და ბავშვების გარდა. და გაისტურა ხალხი, თვითონ კი ნავში ჩაჯდა და მიადგა მაგდალას საზღვარს, ხო? ნახეთ, და კიდევ ერთი პურობის სასწაული ხდება ამ დროს, რადგან
ერთი ის რომ ქრისტეს მართლა ეწოდება ეს ხალხი, რომ შივრები არიან და მეორე ის რომ მან აჩვენოს რომ ის არის ზეციდან ჩამოსული პური და მას შეუძლია მათ მისცეს საზრდო, ის საზრდო, რასაც ჩვენ მამაო ჩვენოში ვითხოვთ, ხო პური ჩვენი არსობისა მოგვეცი ჩვენ დღეს, ხო ამას ვითხოვთ. ანუ სულიერი პურიც და მატერიალური პურიც მას შეუძლია მათ მისცეს და 7 პური აქვს ვიღაცას ცოტაოდენი თევზი, როგორც წინა შემთხვევაში და ქრისტემ როგორც იუდაური წესია, ნახეთ აი ამაშიც როგორც ჩანს რომ ქრისტე იუდეველი რაბია. მადლობა შესწირა, ეს არის აუცილებელი მომენტი, როცა პურობა იწყება ებრაელებს შორის იწყებოდა, ოჯახის უფროსი იღებს მადლობას სწირავს ღმერთს იმისთვის რაც მოგცა. შემდეგ ის პირველი ტექსტს პურს, მამა ოჯახის და ის აძლევს უნაწილებს ხალხს. ესე ხდებოდა ხოლმე. ასე გააკეთა ქრისტემ და ყველა მჭამა, ყველა სეყო, საკმარისი აღმოჩნდა, დააკრიფეს 7 გოდორი ნარჩენები. ალბათ ქრისტემ აქაც უთხრა რომ არ დარჩეს არაფერი, არ გაფუჭდეს არაფერია, ეგან ცოდვა იყო საჭმლის გაფუჭება და 7 გოდორი რატომ? გახსოვთ ჩვენ წინა შემთხვევაში რამდენი კალათა აკრიფეს? 12 კალათა. ეს 12 კალათა ვისთვის იყო? ისრაელის 12 ტომისთვის, რადგან მასთან კი იყვნენ ეს ებრაელი ხალხი ჩამოსული, მაგრამ ქრისტე უნება ეს 12 კალათა სავსე წინასასწაულზე ვლაპარაკობ. წაიღეთ და თელ 12 ტომს უნდა მიწვდეს ეს ზეციური პური, ხო? ჩვენ ხო წინა საუბარზე ვთქვით, ეს წარმოიდგინეთ, აი თქვენ ყოფილიყავით იქ, ხო? ხო, წარმოიდგინეთ, თქვენ ყოფილიყავით იქ. მოხდა სასწაული, არავის საჭმელი არ ქონდა, უფალმა 5 პური და 2 თევზი გაამრავლა, ყველა მჭამე და გაოგნებული ვართ, ხო ამ სასწაულით, ხო? ეხლა ეს 12 კალათა დაგვრჩა, ხო? ბრუნდებით ჩვენ სოფლებში. რას ვაკეთებთ ეხლა? გზა და გზა, ხო, ყვებით ამ ამბავს. ხო, ყვებით ამ ამბავს. რა შეგვემთხვა, ხო, ყვებით, ხო? და რო შეგვემთხვა ის ვიღაცები, რაც გვეუნებიან. მართლა, რა მოხდა, რა მოხდა? ჩვენ ვეუნებით, აი ნარჩენები. აი ეს პური იყო ის, რაც იქ მოხდა. ვიღებ და ვაძლევთ, ხო? აი ქრისტე უნება რომ წაიღეთ ისრაელის 12 ტომს უნდა მიწვდეს ეს 12 კალათა, ხო? აქ რჩება 7 გოდორი. 7 გოდორი უფრო დიდია, ხო? გოდორი ხო უფრო დიდია. რატომ და 7 რატომ? იქ 12 იყო, აქ 7. 7 წარმართი ხალხი. ნახეთ, მოდი ვნახოთ, საწერია ბიბლიაში ეს. ჩვენ ხო ბიბლია თვითონ გვიხსნის ბიბლიას, ხო ვამბობთ ამას? ნახეთ, აი ეს 7 გოდორი რას ნიშნავს? ბიბლია გვიხსნის მეორე რჯულის მე-7 თავში წერია. ეს არის დრო, როდესაც ისრაელი 40 წლის თავზე მოვიდა აი ამ ადგილას და უნდა გადავიდეს აღფულ მიწას, ხო? და მოსე ეუბნება მათ, როცა მიგიყვანს უფალი შენი ღმერთი იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ და მოგაშორებს მრავალრიცხოვან ხალხებს, ხეთელებს, გირგაშელებს, ამოროველებს, ქანაანელებს, ფერიზელებს, ხივიელებს და იებუსიელებს 7 ხალხს შენზე მრავალრიცხოვანს და ძლიერს იცოდე რომ არ შეერიო მათ. ანუ ეუნება რომ 7 ხალხი ცხოვრობს აი ამ ქანაანის მიწაზე, აი მიწას ძალიანად ქანაანი ერქვა მაშინ, ისრაელი აქ დგას და მოსეუნება რომ გადადიხარ და აი ამ 7 ხალხს მოგაშორებს ღმერთი, იცოდე მათ წესჩვეულებებს, მათ ადათებს, მათ ცოლებს, მათ ქალებს არ შეერიო, რადგან წმინდად უნდა შეინახო შენი თავი. ისრაელი შევიდა ამ მიწაზე, მაგრამ მან ვერ განდევნა ბოლომდე ეს ხალხი იქ დარჩა საცხოვრებლად. აი ფილისტიმელები, სხვა ხალხები დარჩენ აქ საცხოვრებლად. ზოგი ნაწილი შეერია მათ, ნაწილმა მიიღო იუდეველობა, ხო? მაგრამ აი ეს 7 გოდორი ნიშნავს რომ თან ხო უფრო მეტია. ისრაელზე მეტია მთელი წარმართ ხალხი. ეს განაცახიერებს რომ არაებრაელ ხალხს წარმართაც უნდა მიწვდეს ზეციური პური. აი ეს 7 გოდორი ნიშნავს სიმბოლოა 7 ხალხის, ამათი აქ ვინც ცხოვრობდა და ასევე მთელი ვინც არის სხვა დაბერძნეთში, ევროპაში, სოფლიოში ვინც არის ყველას, რომელთაც მართლაც მიწვდა ქრისტეს მოძღვრება, ხო? თომასე დღეს სად აღარ არის ქრისტიანული ეკლესიები?
ყველგან თემსოფლიოში, თითქმის ყველგან, ხო? ქვეყნის კიდემდე მივიდა მართლაც, ხო? ქრისტეს სარწმუნოება, აი ამას ამობს უფალი. ეს ზეციური პური, რასაც მე თქვენ გაძლევთ, იცოდეთ რომ მიწდება თელს ხალხს თემსოფლიოში. და გაისტუმრა ხალხი, თვითონ კი ნავში ჩაჯდა და მიედგა მაგდალას საზღვარს. მაგდალა იყო, ნახეთ მაგდალა თეთრად რა ეს არის? მაგდალა. მარიამ მაგდანელის საცხოვრობდა, მოვიდა აი ამ მაგდალას საზღვართან. სადაც სხვა მხარეს იყო, როგორც ჩანს და ნავით გადმოვიდა მაგდალას საზღვართან მივიდა და აი შემდეგ მე-16 თავში, ჩვენ მე-16 თავში ცოტა წინასწარ გეტყვით. მე-16 თავში მივიდნენ მისი მოწაფეები, როცა გადავიდნენ ნაპირზე და იესომ უთხრა აი იმ საუბრიდან გამომდინარე, აი ამ საუბრიდან გამომდინარე, უხუცესთა გადმოცემაზე რო ეკამათებოდა მე-15 თავში, ხო? ხომ ნახეთ? ხო? ეუნება იცოდეთ, ერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს. ამიტომ ეუნება. აი ეს საფუარია, საწამლავია. საფუარი რას აკეთებს? ადიდებს, ხო? ნახეთ რა გაჩვენეთ მე? ერთი შაბათის მცნება აი ასე გააფუეს. აი ასე გააფუეს, აი ეს. ერთი წინადადება გააფუეს ასე. ერიდეთ ამ საფუარს, ქრისტე ეუნება. ეს არ არის ღმერთის ნება. ღმერთის ნება ეს არ იყო. ეუნება ქრისტე და ამათ ისევ ესენი ხო იუდეველები არიან მისი მოწაფეები. და ამათ ფიქრობენ რომ ამიტომ გვეუნებაო რომ ეხლა ალბათო პური რო არ წამოვიღეთო. პური რო არ წამოვიღეთ ალბათ იმიტომ გვეუნებაო რომ საფუარზე იმიტომ გველაპარაკება და ქრისტე უბრაზდება მათ რომ მე პურზე გელაპარაკებით. მოძღვრებაზე გელაპარაკებით მე. რომ ფარისეველთა და სადუკეველთა მოძღვრებას ერიდეთ. ნახეთ, განსხვავება რა იყო? ფარისევლებმა რჯული გაბერეს, სადუკეველებმა რა ქნეს? სადუკეველებმა შეამცირეს. გესმით? ნახეთ, ორივე საშინელება, ორივე. უნდა რჯული იყოს ისეთი როგორიც არის. სადუკეველებმა თქვეს, სადუკეველები ერთ-ერთი მიმდინარეობა იყო იუდაიზმში, ხო? სადუკეველებმა თქვეს, მხოლოდ მოსეს 5 წიგნია სარწმუნო. სხვა წიგნები არ გვჭირდება. სიცოცხლის სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არ გრძელდება. ამიტომ ვიცხოვროთ რა, შევიტყბოთ ეს ცხოვრება, ამიტომ სადუკეველები მდიდრები იყვნენ ძალიან, ფულზე და სიმდრეზე ფუფუნებაზე ორიენტირებული ხალხი იყო და ნახეთ, სადუკეველების შეამცირეს, ფარისეველებმა გაადიდეს. არც ერთი არ შეიძლება. ორივე არის დანაშაული ღვთის წინაშე. ის რაც ითქვა, ის უნდა გავიგოთ ქრისტეს პირიდან ნათქვამი, როგორიც ის არის. აი ეს არის მე-15 თავის შინაარსი, დანარჩენი შემდეგ საუბარზე გავაგრძელებთ. კითხვები თუ აქვს ვინმე, შეგვიძლია გავცეთ პასუხი. ბოლოს, ბიბლიის ბოლო წიგნში აპოკალიფსის ჯაზი მთავრდება, ზუსტად მაგას იმეორებს აპოკალიფსის. იმიტომ რომ აპოკალიფსის ვინ წერს? იოანე ღვთისმეტყველი, იოანე მის მოწვეული. იოანე ეს ბოლომდე გაიაზრა, ბოლომდე შეიცნო, აი ეს რომ უხუცესთა გადმოცემა ჩვენ ტვირთივით გვაწევს და თავად ცნებებს გვავიწყებს და ამიტომაც იოანე რო აფთავრებს აპოკალიფსის ამბობს. ვინც ამას, აი ამ წიგნს, თლიანად ბიბლიას, რაიმე მიუმატოს, აი რაიმე მოაკლდოს, მის სიცოცხლეს მოაკლებს ღმერთი, რომელიც სიცოცხლის წიგნშია ჩაწერილი, ხო? კაცრი გაფრთხილება, ამიტომაც უნდა ვისწავლოთ ბიბლიიდან სარწმუნოება. ბიბლიიდან და რაც მთავარია, ჩვენი უფლისგან, ქრისტესგან, ქრისტეს ზედმიწევნით გვიხსნის რჯულს. აი ეს არის ჩვენი დიდებული, ჩვენი სარწმუნოების დიდებული. იუდეველების პრობლემა და ტრაგედიაც ეს არის, გესმით, რომ რჯული მათ ვერ გაიგეს, იმიტომ რომ ქრისტე უარყვეს. ქრისტე კი არის ერთადერთი ნამდვილი მასწავლებელი, ვინც გვიხსნის წმინდა წერილს და რჯულს. აი ესე. ზუსტად. ზუსტად. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. თქვენ ხო წარმოგიდგენიათ ეხლა აი მე მინახავს ხოლმე მაგალითად მათი რაბინები როგორ ასწავლიან. აი დღესაც, აი დღეს 21 საუკუნეში. რაბინი გაკვეთილებს, ინტერნეტში YouTube-ში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, აი რაბინები როგორ აი ამ ყველაფერს განიხილავენ. აი ამ წესებს, ამ ჩვეულებს განიხილავენ.
ისევ აბარა თალმუდით სწავლობენ ისინი. სარწმუნოებას თალმუდით სწავლობენ და ხო წარმოგიდგენიათ რა რთულია დღესაც ეს ადამიანისთვის, ხო? კი. ხო, აი ეს წესები. წესები, ხო, კი. ებრძო მიჩვეული ხარ. მიჩვეულ ჩვევებში გა, კი. კი, რა თქმა უნდა. კი. მოახ შენ წარმოიდგინე ხა შენ ყვები შენ ერთი ადამიანის ცხოვრება. რა თქმა უნდა. მაგრამ შენ ხა წარმოიდგინე ლევან რა უყურე. შენ ხა ერთ ცხოვრებას ყვები, ხო შენ ხარ ხა ახალგაზრდა 35 წლის კაცი, ხო? ეს მათი აი ეს დაგროვება ამ ცოდნის გრძელდებოდა დაახლოებით 7 საუკუნე. აი ბაბილონის ტყვეობის შემდეგ რო დაიწყეს ამაზე ფიქრი და ამაზე მუშაობა და ამაზე აზროვნება მეორე საუკუნის მესამე საუკუნეში მეორე საუკუნეში დაიწყეს უკვე ჩაწერა იმიტომ რომ ტაძარი რო დაინგიმსა მთელი ეს 6-7 საუკუნე ამას ფიქრობდნენ სწავლობდნენ ზეპირად გადასცემდნენ ერთმანეთთან მანამდე ჩაწერა ამისი აკრძალული იყო აი მე ხო გითხარით რომ მოსეს ერთი წერილობითი რჯული მისცა ღმერთმაო და მეორე ზეპირიო და იმ ზეპირის ჩაწერა აკრძალული იყო მაგრამ ტაძარი რო დაანგრიეს რომაელებმა 60 წელს ხო გაიფანტნენ ებრაელები იერუსალიმში ვეღარ ცხოვრობენ ეხლა ეს ზეპირი გადმოცემა იკარგება ხო უკვე და დაიწყეს უკვე მესამე საუკუნის დასაწყისში ამისი ჩაწერა და მიშნა არის ეს პირველი ჩაწერილი უხუცესთა გადმოცემა გესმის და შენ ეხლა ერთი ადამიანი ხარ ამაში მოქცეული და წარმოიდგინე ეს რამხელა ტრადიცია მაგრამ ერთი რამე არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენ უყურეთ თალმუდი განა კარგ რამეებს არ წერს მე ხო ადრე გაჩვენეთ თქვენ ძალიან საინტერესო და ძვირფასი სიბრძნეებია თალმუდში განა კარგ რამეებს არ წერს თალმუდი როგორ არ აწერს სიბრძნეა ბევრი ხანდახან ბევრ ადგილებში სწორათაც არის გადმარტებული რჯული ისე როგორც უნდა გვესმოდეს აი გახსოვთ ეხლა დღეს რაც წავიკითხეთ ჩვენ ის საკვების საწყობი რო გაუხსნა იმ მოძღვარმა ხო მიუხედავად იმისა იცის თუ არა თორა მაინც უნდა მისცეს ხო საკვები მას ხო ხო კარგია ეს ხო მაგრამ ამან უკვე ის ფორმა და ის ზომა შეიძინა რომ უკვე დაიკარგა ხალხი ამ იმაში აი ამ ათასობით მცნებაში უკვე არეულია ხალხი და ნამდვილ მცნებას უკვე ვეღარ ცნობენ აი ეს ამ და რა თქმა უნდა ზუსტად ხო და აი მაგიტომ იცი აი იმიტომ რომ ესენი ამდენი საუკუნე აი ესე ფიქრობენ ხო ეხლა ის ჩვენ კი გაგვეცინა იმ ხელის შეყოფა გამოყოფაზე ხო ის შაბათს მაგრამ ეხლა წარმოიდგინე რამხელა ფიქრი უნდა მაგას ხო ხო ეს ვარიანტები იფიქრო გამეისაგნა ესე იგი მოფიქრალი ხალხი იყო განა არ იყო ამიტომაც არიან დღესაც იმიტომ არიან მეცნიერებაში მაგრები იმიტომ რომ სულ უკირკიტებენ ჭრიკეტელაობენ უკირკიტებენ ამ ვარი იქიდან ხედავ აქედან ხედავ გამოვალ მდგომარეობაში კიდე გამოსავალს პოულობენ გესმის გამოვალ მდგომარეობა არ არსებობს კიდე გამოსავალი შეიძლება იპოვო ამიტომ რომ ჯულმა მიაჩვია ისინი ამ აზროვნებას გესმით ეს აზროვნება სუდი კი არ არის მაგრამ ნამეტანი არ შეიძლება არაფერი არა თალმუდი დასრულებულია კი დასრულებულია როგორც არის ისე არის აღარ ემატება ჩაიწერა და დასრულდა ისე მე მგონი დღეს დავასრულოთ თქვენს დაღლილები ხართ დიდება ღმერთს და მადლობა ყველაფრისათვის უკვე აი ხარეთ მადლობა თქვენ